დარწმუნებული ვარ ილია თოფურიას ეს ინტერვიუ ბევრ თქვენთაგანს ქართულ ენაზე არ უნახია. იცოდით რომ ილია თოფურიას პიოტრ იანთან უნდა ეჩხუბა სადებიუტო ბრძოლაში UFC-ში. ან საერთოდ ვინ ასწავლა ილია თოფურიას ესეთი ბირთვული კრივი და ვინ შეარქვა ელ მატადორი და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ამაზე და ბევრ სხვა თემებზე შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნახოთ ამ ვიდეოში. და მე ვიცი შენ ევროპაში დაიბადე, გაიზარდე. ბევრი ბავშვები მყავს ნანახი, ვინც დაიბადნენ და გაიზარდნენ ცხოველში ქართველები, მაგრამ ესე გამართულად ხშირ საუბრობ. ქართულად ხო ვერ საუბრობენ რა. ჩემს შულსაც ახლა ვაძალებ ყოველთვის რომ ქართული იმიტომ რომ სკოლა ინგლისურია ყველაფერი და აი შენ ანუ საქართველოს ხშირად ჩადიოდი ალბათ ხო და დიდ დროს ატარებდი, იმიტომ რომ კარგად საუბრობ ქართულად. ვაკლებოდ ვერ სიტყვის ადამიანი რომ საქართველოში არ ხარ ძირითადად. შემოგროვე ჯერ პირველ რიგში დიდი მადლობა ესეთი კარგი კომპლიმენტისთვის. მე ყოველთვის მიხარია ხოლმე რომ მეუბნები არ ქართულად. აქტია. საუბრობ, იმიტომ რომ ხანდახან გონია ხოლმე რომ ვერ ვლაპარაკობ ქართულად კარგად. არა, პირიქით. მაგრამ რა გონი მიზეზი ის არის რომ რავი დედაჩემს თანამოჩემს მრავალშვილიანი ოჯახი ყავდათ, ხო იცი 4 ყავი. სულ ერთმანეთში კონტაქტი გვაქვს დღემდეც, ანუ არ მიცხოვრია ბევრი საქართველოში, მაგრამ ანუ სულ ეს კონტაქტი რომ მაქვს ჩემ და-ძმებთან, დედასთან, მამასთან, დეიდებთან, ბებიებთან, ბაბუებთან, თან სულ მაინც ჩვენში ჩვენი მშობლები ბავშვობიდან ყოველთვის დებდნენ იმას, რომ აი საქართველო და ქართული და ყველაფერს ანუ გვასწავლებდნენ რა. და მგონი ეგ არის იმის მიზეზი, რომ დღეს ანუ შემიძლია ორი სიტყვა რომ გადავალვა ქართულაზე. შენ გერმანიაში დაიბადე, ხო? კი ბატონო, მე გერმანიაში დავიბადე, მამცხოვრობდი 6 წელი. გერმანიაში 6-7 წელი და სხვათა შორის ქართულის თითქმის სულ არ ვიცოდი, ვაფშე არ ვიცოდი ქართულის ლაპარაკი, ანუ ბაბუა გვასწავლიდა ხოლმე ამბანს, ეგეთ რაღაცები. მაგრამ არ ვიცოდი ჩემი პირველი ენა იყო გერმანული. დღეს უკვე გერმანული არ ვიცოდი. ისე ილო შენ მეგრელი ხო ხარ? კი, რას ლაპარაკი? listen. მოჭარებ, ტიე. გიროდ. მე მეგრელი ვარ, მე მეგრული არ ვიცი, მაგრამ მე ჩინურად ვაზრობ ზატო. გაგიმარჯო. შემოდრე, შენს გაგიმარჯო. მე მეგრულად არც მე არ ვიცი, ლაპარაკი რაღაც სიტყვები, ხო იცი, მესმის, შემილია რაღაც სიტყვები თქვა, მაგრამ ისე რომ გამართულად ვილაპარაკო რაღაც ასეთი. ისე შენ ფლორიდაში ყველას კუბელი ეგონე? ხო, რავი. ქართველი არავის არ ვეკონე ყოველ შემთხვევაში, ისინი მეუბნებოდნენ ხოლმე ესპანელი რაღაცა და. ისე კიდე კაი რომ ქართული დროშა მაინც გამოგა, თორე ვინა კუბან მაფია ხარ, თან ფლორიდაში ესპანურად ლაპარაკობ. კი, საქართველოს დროშა როგორ არა, ყოველთვის გამოვიტან. მაგას ხო იცი რა ვიცი მე ანუ ხანდახან ბრაზდებოდი ხოლმე ხო როგორც ისე რომ ანუ ყურადღებას არ გვაქცევენ საქართველოსთან ისე ასე, მაგრამ დღის ბოლოში უკვე ჩემ თავთან მარტო რო რჩებოდი და რო ფიქრობდი ხოლმე, ანუ მე რეალურად ფიქრობდი ხოლმე რა რომ მე ეს დროშა იმიტომ ხო არ გამომაქვს, მე მეხმარება თუ არ მეხმარება, იმიტომ გამომაქვს რომ მე ჩემ თავთან კარგად ვცნობ თავს და ანუ ჩემი ხალხი მინდა რომ წარმოვაჩინო ჩემი ოჯახი, დედა, მამა, მეგობრები ყველანი და ეგ ხო არაფერ შუაში არ არის უკვე ანუ სხვა ხალხი, ხო? ასე რომ უკეთ და შემეცვალა, ხო იცი აზროვნება და საქართველოს ყოველთვის always in my heart. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, თან მეც უკვე მაქვს იმის სურვილი, რომ ხალხმა იცოდეს სად არის საქართველო, იმიტომ რომ ბევრჯერ ვიძახი ჯორჯია და ზოგს ან შტატი გონია ამერიკაში, ან აზერზე არ არიან სად, ან რუსეთი გონია, ბევრი მეუბნება, ეგ სად არისო, რუსეთშიო, მეთქი არა, ის რუსეთში. მე ესპანელები მევასება საქართველოს გრუზიას არ უძახიან ხორხეა, ხო? ხორხეა. გეორგია. გეორგია. I like that. და ისე შენი სახელი მატადორი, ეხლა გავარკვიე, მე ბრაზილიელი კოლეგა მყავს რა და ესპანელი არის მამით და ბრაზილიელი დედით და ისა მატადორი ისე ჩვენ დიდი ის ქონდა დისკუსი ქონდა შენ ნიკნეიმზე რა რომ რა უნდა ერქვას ის ილიას რა და ბევრი ისე შემოხმიანებას მოვიდა რომ ილიას უნდა ერქვას იავ ნანა და ბევრი ვერსიები იყო და რომიმ გაარტყა რომ ალბათ მეტადორიო და მართლა მეტადორი ქვია და ისე მეტადორი ესპანურად არ ნიშნავს აი ქართულად სხვა მეტადორი ნიშნავს bullfighter ხო ქართულად ანუ bullfighter მაგრამ ესპანურად ნიშნავს მკვლელს ხო ეგრე არის
ხო და მე გიწოდებ შენ Megrelian assassin. შემოგვიყვი კი ანუ აქ El Matador-ს რო იძახი ისე ასოცირებას უკეთებენ ცოტა ხო იცი ამ ხალხთან და იმერთან კი მაგრამ მე ანუ ხო იცი არანაირი კავშირი არ მაქვს მხრივ Matador-ი ანუ მე ხარების კულტურა რაც არის არც მომწონს და არც არ მომწონს ხო იცი რო თუ წასასვლელი ვარ და ვნახო ნახავეს კულტურა არის როს არ მომწონს ახლა ბევანდელ უკვე თაობაში ხო იცი ცოტა გამოგხავდა animal abuse რა ხო და ისე მე მქონდა შენთვის nickname და ყოველთვის წერდი ხოლმე რა ოღონდ ისე კი არა რომ ეხა მართლა ეგ ხარ არა ჩემი nickname შენთვის იყო Ilya the Top Gun Topuria ეგეც კაია რა გინდა ეგ მაგარი ეგეც კაი არის უბრალოდ უკვე დისკუსია რომ ანუ ეს Matador-ი მომყვება იქ ბავშვი რო ვიყავი მაშინ მეორებოდი ხოლმე დარბაზში El Matador და მე არასდროს არ მომწონდა იმიტომ რომ ხულში რაღაც უცნაურად ჭერდა ხო იცი ძალიან აგრესიულად ჭერდა მაგრამ მე უკვე რო ჩავედით ანუ ცოტა უცლად მოყვები ამ ისტორიას ამერიკაში რო ჩამოვედით შევიკრივე ჩემი მენეჯერები ვინებიც არიან AB და Malki ალუკასი ანუ შევიკრივეთ ერთ ოთახში და ანუ დისკუსია დავიწყეთ რომ რა უნდა ყოფილიყო ჩემი nickname ხო და ანუ დაფასთან დადგა AB და ანუ ჩამოწერა დავიწყეთ რომ რა იყო ისეთი სახელები რასაც მეძახდა რა და ჩემი მწვრთნელებიც რა თქმა უნდა რომ მანდიყვნენ და ხო და ჩემი მწვრთნელებს ყოველთვის უნდათ რომ nickname ყოფილიყო Matador-ი რა Matador-ი და ანუ მე მაქიდან რაღაც ისტორიები ააგეს ისე ასე და ყველას მაგრად მოეწონა და Matador-ია და მახსოვს რომ მაგ ოთახიდან რომ გამოვედი რომ რაღაცა ძალიან არ მომწონდა ხო იცი ჩემი nickname რაღაც Matador მეთქი რაღაც ცოტა აგრესიულად შეერთო მაგრამ აი უკვე მე რო ვიჩხუბე და Bruce Buffer-მა რომ მოვიდე და რო თქვა El Matador-ო აი მან რაღაცა ჩამიჯდა მაგრამ ხო იცი El Matador-ი და ეს უკვე მე თვითონ მაგრამ მევასება ჩემი nickname მე ნახე Ilya live-ში პირველად შემთხვევით დილით გავიღვიძე Fight Pass-ი ჩავრთე და გაეძრო Cage Warriors გაეძრო და Ilya გამოვიდა ოღონდ ისა weighty where imás kenni რა you didn't make weight ხო და მაგიტომ ტიტული არა მაგრამ ჩათვალე რა Cage Warrior ჩემპიონი ხარ ძმაო შენ ანუ მიზეზი ახლა ხო იცი ისეთი რაღაცა არის რომ არ მიყვარს ხოლმე მიზეზები უბრალოდ რო ვილაპარაკებ რამეზე რომ დანერეკეს მაგ ბრძოლისთვის 3 კვირა იყო დარჩენილი რა მე ეთვადაც რო ვიჩხუბე მგონი 6 ივნისს ვიჩხუბე 4 კვირით ადრე ნაჩხუბარი მქონდა ანუ 1 კვირა გავიდა ჩემი ბრძოლის მერე და დამერეკეს რომ ვითომ 3 კვირაში Cage Warriors-ზე ჩხუბიო რა კამარზეო რა და ანუ ხო იცი მასეთ შანსს ახლა ხელიდან ვერ გავუშვებ თან როცა ესეთი ოცნებები რო გახსოვ გინდა რომ UFC-ში მიხვიდე და ჩხუბს და სადღაც დავიკელი 16 კილო დავიკელი სადღაც დასაკლები მქონდა 3 კვირაში და ბოლოს დამჭა 900 გრამი და 900 გრამის გამო ვერ ჩავაბარე წონა. ილო, რახან ისტორიაზე ვლაპარაკობ, შენ და პიტერიანის ისტორიაზე თუ არის ეგეთი რამე? კი, ანუ მე საერთოდ პირველად ვთქვი ამერიკის რომ შეიძლებოდა რომ UFC-ში მეჩხუბა, ჩემი დებიუტი უნდა შემდგარიყო პეტრიანთან მოსკოვში. ხო და ბოლოს რაღაც გარკვეული მიზეზების გამო აღარ შედგა ეს ბრძოლა. და ანუ აღარ ვიბრძოლეთ რა, მაშინ ჯერ კიდე 70-ში ვაპირებდი ჩამოსვლას. და ანუ აღარ ვიჩხუბეთ რა და მაქიდან მოყვა უკვე პეტრიანის ისტორია და მე რავი ხო იცი ეგეთი და მე ბევრი რაღაცა ისეთი რომ Twitter-ში რომ მოხდა მე რატომ დაკავშირებით და რაღაცა სისხლი მიდუქს ხოლმე რაღაცებს ვხდო. აი მაგ დროს მინდა ხოლმე და ხანდახან მინდა ხოლმე უფრო ჯიგრულად რომ გავუშვა ხოლმე, მაგრამ არა Twitter-ში თავი უნდა შეიკავო ხოლმე. Jiu-jitsu შენ jiu-jitsu grappling-ის background-დან მოდიხარ, judo, ჭიდაობა, jiu-jitsu შემდეგ მაგრამ ერთი რაც არის კიდე რაც არ ახასიათებს ზოგადად jiu-jitsu-ს მოჭუბრებს და მოჭიდავებს, აქვს კარგი ხელები ძალიან. მე ვიცი რომ ნაწილობრივ ეს არის ლაშა გურულის დამსახურება, რომელიც ასევე შენი ნათესავიც არის, ხო თუ არ ვცდები?
კი, მაგრამ მე ლაშესთან საერთოდ არაფერი არ მივარჯიშია. არ გივარჯიშია? არა, არასდროს არ მივარჯიშია ლაშესთან. და ისე საქართველოში ჩავედი ერთხელ დარბაზში ესე ვივარჯიშით, მაგრამ ანუ ისე რომ ვარჯიში რაღაცა არასდროს. ანუ ესეთი კარგი ბოქსის დაყენებული დარტყმები ხელით საიდან? ანუ რომელი ვისი დამსახურებაა? მარტო ბუნებრივად რა თქმა უნდა გქონდეს ძალა დარტყმის და ასე შემდეგ, მაგრამ კიდე სადღაც დამუშავარი გაქვს ამაზე კარგად და კი, ტექნიკა ის ყველაფერი კი, ანუ მე მოგიყვები ახლა ესეც 19 წლის ვიყავი, 18 წლის ვიყავი, რომ უკვე რომ უაჯველი იყო, რომ MMA-სკენ მივიღე მიმართულება, რომ მაგაში მომიმეღო მონაწილეობა და მან რო ყოფილიყო პროფესიონალი, ხო? და ანუ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჯიუ-ჯიტსუს გარდა უნდა დამემუშავებინა კიდე ზევით stand-up fight და მანდაც უნდა ყოფილიყავი კარგი რომ ის თავდაჯერება რომ მქონოდა რომ რამე რო არ გამომივიდეს დაბლა რომ ზევითაც შემიძლია დგომა და ჩემო მწვრთნელებმა მოიყვანეს ესეთი ბოქსის მასწავლებელი 70 წლის კაცი იყო 75-ის ალფრედო არგენტინელი კაცი იყო და მაგასთან ერთად დავიწყეთ ვარჯიში მე და ჩემმა ძმა მარტო ვარჯიშობთ მე ჩემი ძმა და ეგ კაცი და ჩემი მწვრთნელები 4 ვარჯიშობთ და აი მან ეს liver shot ისე შემაყვარა და სულ მაგას მეუბნებოდა რომ სულ დაბლა უნდა დაარტყაო და გუშებზე ვარჯიში და სულ გვასპარინგებდა თან აი რა ვიცი მე კაპების გარეშე, კასკის გარეშე ძალიან ისეთი ხო იცი სტროგი და გვასპარინგებდა და მე ეს კაცი წავიდა ჩვენი დარბაზიდან სადაც 6 თვის მერე რა და 6 თვეში ხო წარმოგიდგენია ახლა რაღაცას ისწავლი ანუ ამბანის პონჩი რაღაცას ისწავლი, მაგრამ ის რომ ბოქსი ისწავლო შანსი არ არის. მაგრამ მე და ჩემმა ძმამ გავაგრძელეთ YouTube-ში ყურება, კანელო, ლომაჩენკო, ფლოიდ, და ყველა ვინც იყო თანამედროვე ბოქსიორი, მაგათი ყურება და აი როგორ გითხრა, მართლა თითქოს ის ბაზა რაც მოგცა და YouTube-ით ვისწავლეთ ანუ ის ტექნიკები ყველაფერი და ეს მანჩი ვამუშავეთ მე რა ჩემმა ძმამ დაიწყო კლასების ჩატარება ბოქსის ისევ ჩემთვის რომ მე ვარჯიშა და ჩემ ანუ როგორ გითხრა აი მე რა ტექნიკებიც მომწონდა და მაგას აი მაგერს ვამუშავებ რა მაგრამ გონია რომ აი კაი თვალი გქონდა რა აი რაღაცებს ისე ანუ უაზროდ არ ვაკეთებდით ხოლმე და უაზროდ არ გადაგქონდა ხოლმე და რაღაც აცელები რო იყო ისე უშნოდ არ ვაკეთებდით ხოლმე რა ვცდილობდით რომ აი მენა კარგად გავუკეთებინა მერჩინა ერთი გამეკეთებინა ვიდრე 10 მაგრამ კარგად გამეკეთებინა ხო და ეგრე ნელა მე უკვე ბოქსის დარბაზებში დავიწყე სიარულიკო სპარინგების გასაკეთებლად რაღაცა და აი მასე გამოყო ბოქსი ანუ არ მაქვს ისეთი ბოქს ბაკგრაუნდ რაღაც ისეთი მაგრამ ო გასაკეთებლად სულ ეს მაგ საშუალებით ვისწავლე ბოქსი მასე იყო მე მიყვეს ჩემი თავი და ჩემი ძმის რომ ანუ როგორ მოვახერხეთ ხო იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გვეკითხება ზარო აი ბოქს სად ვარჯიშობ სადი ვარჯიშობ ბოქსი სად და მართლა სადარ ვივარჯიშია ვაფშე 6 თვე მოვიდა ის კაცი გვასწავლა რაღაც ფუნდამენტი ჩაყარა და მე უკვე მაგის მერე მარტო მოვიდივარ კი ანუ მე ყოველთვის ვიზახ იმას უფრო მეტი შეუძლია ვისაც უნდა ვიდრე იმას ვისაც შეუძლია ილიამ ეს ინტერვიუ ჩაწერა 4 წლის წინ Fight Hop პოდკასტზე და მაშინ მას წინ ბრძოლა ჰქონდა რაიან ჰოლთან და აი როგორ წინასწარ იცოდა თავისი ბრძოლის პროგნოზი. მოდით შევხედოთ. ელია რა მინდა გკითხო რაიან ჰოლს ჩვენ ვიცნობთ და ვინც უყურებს მართლა ადენებს თვალს სპორტს და ყველაფერი აინტერესებს და hardcore ფანი არის რასაც ქვია რაიან ჰოლი ჯერ კიდე Ultimate Fighter-იდან გვახსოვს ყველას და იქიდან submission-ები მაგისი და განსაკუთრებული ისა ყველაზე მაგრად დამამახსოვრდა თვალებს რომ აპაჭუნებს ხომ face office-ს რა როგორ მეთქი რა ჭირს ამას სახეს მაგრამ ისე კაი პიჭი ჭკვიანი ყველა აქებს როგორც ადამიანს ვიწროწრია MMA-ს და ვერ გაექცევი სიმართლეს თუ ნაგავი ხარ ნაგავი ჭკვიანი ეგრე გამოვა სიმართლე თუ კაი ადამიანი ხარ ეს მალე გაიასნდება რა და ყველა აქებს როგორც ადამიანს პირველ რიგში როგორც ინტელექტუალს და როგორც მოჭხუბარის ჩვენ ხედავს რომ საკმაოდ მაღალი კლასის განსაკუთრებით რეპლინგში და შენ რა ანუ სანამ დაგინიშნებდნენ მაგასთან ჭხულს მანამდე ადემებდი მაგას თვალყურს ამდენად კარგად იცნობდი თუ უფრო ეხა შეიცანი და გაიცანი მაგის სტილი ანუ მე რომელ დარბაზშიც ვარჯიშობ ხო მე გუჩი ეგ არის უფრო ჯიუ-ჯიტსუს მივიზდევთ ყველანი მე არა მაგ რაიან ჰოლზე გეკითხები კი ანუ მაგ მივდივარ ზუსტად რომ
ანუ მაგის გულისთვის რომ ჯიუჯიტსუს რომელიც მე რაიან ჰოლს ვიცნობდი ვარ რომელიც და რომ იმიტომ რომ ანუ ჯიუჯიტსუში ძალიან მაგარი არის ეგ რა თქმა უნდა და ბევრ რაღაცას ანუ მაგის გამო სწავლობდით ვიღებდით იქით-აქით და როგორ არ ვიცნობდი Ultimate Fighter-ში თან ეგ ხო კონორის და Uriah Faberis მაგის სეზონში გამოვიდა და მაგას რა თქმა უნდა რომ უყურე და მან უფრო მეტად გავიცანი ეგ ანუ და უკვე კაი ხანია იცნობდა მაგის სტილს კარგად იცნობდა რა კი კარგად ვიცნობ მაგის სტილს ყველა და ილო ეს ჩხუბი შენი ინიციატივით მოხდა თუ როგორ ალბათ შენი ინიციატივით ხო ისე რა ანუ ჩემმა მენეჯერმა შესთავაზა თვითონ UFC-ს ეკბრძოლა იმიტომ რომ ხო ნახეთ რომ რაიან ჰოლს ჩაეშალა ჩხუბი დანიგესთან უნდა ებრძოლა რაღაც ტრამვის გამო ჩაეშალა ბრძოლა და ჩემმა მენეჯერმა შესთავაზა UFC-ს რომ მგონიო კაი მატჩი იქნება თუ ილია და რაიან ჰოლი ეჩხუბებიან ერთმანეთს და მე უკვე ანუ შეთავაზება მიუვიდა რაიან ჰოლსაც იმანაც კიო მეც კიო UFC-მაც კიო და რა 36 წლის არის მაგან უკვე ჩემი მაქსიმუმს მიაღწია თავის კარიერაში ისი მიღწევა შეეძლო ანუ არასდროს აღარ დაიკარგება რაიან ჰოლი ყოველთვის დარჩება რაღაც მხრივ ისტორიაში როგორც Ultimate Fighter რომ მოიგო და იქ-აქ და უკვე მგონი მოვიდა იმის დრო რომ ახალმა თაობამ შეცვალოს ხო შენთვის ალბათ Damon Jackson თუ იქნება აი რო არ მოგატყუო ხო ეხა არა პროფესიონალი ვიქნები რომ გითხრა რომ რაიან ჰოლი აი რაიან ჰოლი ისეთი მოჩუბარი ნამდვილად არ არის რომ მაგასთან რაღაც აი იმაზე ვიფიქრო რომ აუ რაღაც დიდი დემეიჯ არ მომაკენოს ან ფეხით ან ხელით ან დიდ არაფერს არ ირთმევნა უბრალოდ ისეთი ხლართია როჟა რა ისეთი ხლართია მოჩუბარი რომ მალთულ ხლართია რა ხო რომ ანუ ახლოს რომ მიდიხარ უკვე ისე დისტანციაში რომ შედიხარ და უკვე რომ უნდა დაარტყა დაბლაჯდება ან თავის იმანარი როლს აკეთებს და ჩვენ ლაპარაკობდით რომ მე ვთქვი რომ ალბათ მეთქი ილოს მოუნდება რომ პირიქით ჩავიდეს ქვემოთ grappling-ში Ryan Hall-თან შენთვის რა იქნება უფრო game plan-ი ანუ გინდა რომ კანელო გაუკეთო body shot to the face whatever თუ პირიქით გინდა რომ თავის სფეროში მოგუდო ჩავ ესე რო ვთქვა ანუ ბრძოლისთვის სტრატეგია საერთოდ რო შედგა ხო ესე რომ აი მე რაც გავაკეთებ ეგ ძალიან აგვილია მაგრამ ის თუ არ ჩათვალე რომ ის თვითონ რაც გაიქეთებს ანუ მე კი შემილია ვიფიქრო რომ დავსებ შევალ სულ ზევით ვეჩხუბები და ზევით გავუშვებ ბრძოლას მაგრამ თუ ისე მეჩხუბა როგორც მე ველოდები რომ მეჩხუბება ანუ გარდაუვალი ბევრი სცენარი გვექნება ჩვენ ბრძოლაში ის რომ მაგალითად ძირს უარ წავიდე მაგასთან ერთად თან მე არ ვარ ეგეთი მებრძოლი საერთოდ რომ ანუ მიყვარს კონტაქტი რა ბრძოლის დროს რა ყოველთვის მიყვარს რომ რაღაც კონტაქტი მქონდეს აი ისე არ ვარ ხო იცი რომ რაღაც აი ქულები და რაღაცა ის არასდროს არ ვფიქრობ ხოლმე ამ ქულებზე რა მე რომ შევდივარ თითქოს დარწმუნებული ვარ რომ ჩხუბი მორჩება სანამ ქულებამდე მივა მორჩება ან ჩემ მაქსიმუმს ყოველთვის ჩავდე აი ის proud და ის რა თქმა უნდა მაქვს მაგრამ მაგას უკვე ბრძოლის დროს ცოტა გვერდზე უნდა გადადო და you have to be a professional პროფესიონალი უნდა იყოს და როგორც თქვი ანუ გარდაუვალი სცენები იქნება მან ეგ თავის იმანარი როლსაც ეცდება და ბევრ რაღაცას ეცდება ხო მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ რომ მარტო ჭირდება რომ connecting just one punch ერთი დარტყმა უბრალოდ რომ ჩაუსვა არ ვიცი რამდენად როგორი იქნება არანაირად ერთი დარტყმა და დამატება აღარ დასჭირდება ერთი ანუ ხალხს გონია რომ მე ანუ რაიან ჰოლთან რა თქმა უნდა რომ არ ვეცდები რომ გრეპლინგი გავაკეთო ეგ მაგის შანსი არ არის იმიტომ რომ რაიანთან უფრო ცუდ მოჭიდავეებთან მიჩხუბია და მაგათთან მიცდია რომ არ გამეკეთებინა გრეპლინგი იმიტომ რომ რატომ მიცემ 1% შანსს ადამიანს თუ შემიძლია რომ არ მიცე ხო რა თქმა უნდა რომ იქით ხარ ეს ვეცდები რომ წავიყვანო ბრძოლა სადაც ვაფშე ხიფათი არ მაქვს და არაფერი არ მომივა და ანუ save my victory ხო იცი იმენა შევინარჩუნო ბოლომდე და პროფესიონალურად მივიყვანო ჩემი საქმე ბოლომდე მაგრამ რენჩი რო ვეჭიდავო რაიან ჰოლს
არ ვიცი გამიძლებს თუ არა რომ ფიზიკური ძალის გამო მეც იგივე რომ არ გაუკეთო ან რაღაცაზე არ დავიჭირო იმიტომ რომ მე ვხედავ უყურებ მაგის ჭიდაობებს ჩემ ჭიდაობებს ანუ მაგის მარტო ბრძოლები არ შეგვისწავლია ჩვენ ახლა საჩუქრად მაგის და ყველა თითქმის ჯიუჯიტსუს ჭიდაობებსაც ვეცადეთ რომ გვეყურებინა რაც ყველაზე ისეთი აქვს გრეპლინგი ყველაფერი შევისწავლეთ უკვე თითქმის ანუ ყველა მაგისი მოძრაობა შესწავლილი იყო ეხლა კიდევ გავიხსენოთ რითი დასრულდა ეს ბრძოლა. ამასობაში თოფურიამ 2021 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა. ის შეხვდა ჯიუჯიტსუს ოსტატს და კარგ გრეპლერს რაიან ჰოლს, რომელიც იყო Ultimate Fighter-ის გამარჯვებული და UFC-ში 4 ზედიზედ გამარჯვებით იბრძოდა. ჰოლი იყენებდა ბრძოლაში თავის უცნაურ სტილს, მთელი რაუნდი ის გორაობდა ოქტაგონში და ცდილობდა ილიას მიწაზე გადაყვანას, თუმცა ქართველი მას არ მიყვებოდა პარტერში. ბოლოს თოფურიას რომ ამოუვიდა ყელში ეს მაიმუნობა, ის ჩაყვა პარტერში ჯიუჯიტსუს ოსტატს და მიწასთან გაასწორა ჰოლიც და მისი სტილიც. გაიფორმა მორიგი ნოკაუტი თავისი $50,000 ბონუსით. მე ხა ევროპაში მე პატარა ჩამოვედი აქ და აქ დავიწყე MMA-ში ვარჯიში და ზოგადად MMA-ს აქ გავეცანი და მე ევროპაში არ მივარჯიშია ჯიუჯიტსუში არასდროს რა და არ ვიცი ანუ მე მინდა რომ შენ მითხრა შენ აქაც გივარჯიშია მან გაიზარდე თავის თავად მანაც გივარჯიშია როგორ შეადარებდი ჯიუჯიტსუს დონეს ევროპასა და ამერიკას შორის რავი როგორ გითხრა ანუ გააჩნია რა რაოდენობით შეადარებ ის ზოგადად თუ შეადარებ ევროპას და ამერიკას რა თქმა უნდა რომ ამერიკაში უფრო დიდი დონე არის ეგ გასაგები ეგ ისეა გასაგები მე გეუბნები კონკრეტული სკოლებია მაგალითად აქ რო არის 10th Planet აქ რო არის ჯონ დანაჰერის სკვადი აი ეგეთი ძლიერი სკოლები რომ მან ბევრად უფრო ძლიერი სკოლები არის მაგაზე დავაც არ შეიძლება სისულელე იქნება რომ აქ რომელი არის ერთი დარბაზიც არ ვიცი ევროპაში რომ თქვა რომ აი რაღაც დავშოთ ლორენცო გრეისის რო დარბაზი რო აქვს მაგასთან საერთოდ ახლოს რომ იმის არ არის ეგეთი სკოლები აქ მაგრამ არიან მე ისე თითო მოჭიდავეები გრეპლინგის ან ჯიუჯიტსუში რო კარგები არიან რა ინდივიდუალურად ანუ ძალიან ძლიერები არიან ინდივიდუალურად კი ილოშენ რამდენი დრო დაგჭირდა შავკამრამდე მე დამჭირდა ანუ 15 წელსაც დავიწყე და 20 წლის ვიყავი რომ შავი კამარი რომელიც ის 20-ის თუ 21-ის ეგ ფაქტიურად იგივე ვადა რაც გორდონ რაიანმა რომელიც ახლა საუკეთესო ჯიუჯიტსუს პლეიერად ითვლება მსოფლიოში მაგრამ სადღაც 5 წელს შეაიღო შავი კამარი მე უბრალოდ შეჯიბრებს რომ დავდიოდი ხოლმე აქ ესპანეთში ანუ ევროპაში რომ დავდიოდი ხოლმე ყოველთვის ვიგებდი ხოლმე ჩემ წონას და აბსოლუტებს ვიგებდი ხოლმე ყოველთვის აბსოლუტებში ვჭიდაობდი ხოლმე და რავი დარბაზში რომ მოდიოდნენ ხოლმე შავკამრიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან რაღაცა და მე რომ იასამის ქვეყნიანი რო ვიყავი ანუ უწევდი რა ყველას რა ძალას რა ზუსტად რა დავაკონკრეტო ყველაფერი და ანუ მე კონდა იმის მართლა დონე რომ შავი კამარი რომ კონდა აუცილებლად ნახეთ Fight Hop პოდკასტი სადაც ბიჭები საუბრობენ ბევრ საინტერესო თემებზე და ეს ერთ-ერთი ინტერვიუ იყო მათ ძალიან ბევრი ვიდეო აქვს ჩაწერილი ქართველ მებრძოლებზე და არა მარტო ქართველ მებრძოლებზე და ასევე არ დაგავიწყდეთ რომი ცენტერაძის არხის გამოწერა იმიტომ რომ ის თითქმის ყოველ დღე პირდაპირ ეთერში გამოდის ხოლმე საინტერესო თემებით რომელიც MMA-ს ეხება და არ დაგავიწყდეთ თქვენი მონა მორჩილის არხის გამოწერას მე კიდევ ამით გემშვიდობებით